Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ჩემი გადაცემიდან, სადაც ჩვენ გამხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. დღეს ისევ კმაყოფილი ვიწყებ გადაცემას, რადგან ისევ აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი. რაში, მიშა? რამოდენიმე გადაცემის წინ რომ ვისაუბრე ხატია ბიბლიანის და იმ არასრულწლოვანი ბავშვის შეკამათებაზე, გეუბნებოდეთ ყველას, რომ ეს ბავშვი არის 16 წლის ბიჭი თქო. არავის გჯეროდათ. ყველა უჯერებდით, რა თქმა უნდა, TikTok-ერებს, ყველა უჯერებდით, რა თქმა უნდა, სატელევიზიო არხებს, რომ ეს არასრულწლოვანი TikTok-ერები პირდაპირ იძახდნენ, რომ გოგოს სცემაო და არხები ვერ ბედავდნენ თლად მაგას და არ ახსენებდნენ იმას, რომ ბიჭი იყო და უბრალოდ გეუბნებოდნენ, რომ არასრულწლოვანს, ვაიმე, მოზარდს სცემაო. აჰა, ვიდეო ნახეთ, ვისაც არ გინახავთ, მოდი ჯერ ვიდეო ვნახოთ, სამ განვიხილავთ. ხმა არ აქვს ვიდეოს, მეგობრებო. აი ხატია დგას, ჩვეულებრივად ეკამათება ორი ნაბიჯის მოლარეს. ნუ, რასაც ყველა ვაკეთებთ ხოლმე, ხო? ორი ნაბიჯის მოლარეები, აბა სხვა რისთვის არიან რეალურად თუ არ ვეჩხუბეთ, არ ვეკამათეთ. არა, ორ ნაბიჯში აი სხვა რისთვის უნდა შეხვიდე ადამიანი. თუ მოლარეს არ ეჩხუბები. ორ ნაბიჯში შედიხარ, იღებ იმ კორიდას რადიოაქტიულ მონადირულ ძეხს, რომელიც 40 ცალი 4 ლარი ღირს. აიღებ, დაფიქრდები, რომ ამას ხომ სასმელიც უნდა მივაყოლოთ, მოდი ამ 20 კაპიკიან მოხიტოს ავიღებ, აიღებ ამ მოხიტოს და მიდიხარ ეგრევე მოლარესთან რომ ეჩხუბო. ასე რომ ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ხედავ, ახლა მოლარესთან ყველას გვიჩხუბია, მით უმეტეს ორი ნაბიჯის მოლარესთან. რისთვის აქვთ მაგ ხელფასები უკაცრავად, 400 ლარს რაში იღებენ თუ არ ვეჩხუბეთ. ასე რომ ყველას სხვა შორის მოგიწოდებთ, რომ ორი ნაბიჯის მოლარეებს ეჩხუბოთ. გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ ვიდეო. არა, CV კი არა, აპლიკაციაში ჩემი აზრით ეგ უნდა იყოს, რომ აი საბურთალოს რაღაცა მიცკევიჩზე ორ ნაბიჯში გვჭირდება მოლარე. პირველი ინგლისურის ელემენტარულ დონეზე ცოდნა, მეორე მათემატიკის ელემენტარულ დონეზე ცოდნა, მესამე ჩხუბი. ანუ ეგრე არ არჩევენ ორი ნაბიჯის მოლარეებს? აბა როგორ არჩევენ უკაცრავად? იმიტომ რომ ეგრე უნდა იყოს. ორი ნაბიჯი იმისთვისაა, რომ შეხვიდე და ეჩხუბო მოლარეებს და წამოიღო ის რადიოაქტიული ძეხვები ლარად. გავაგრძელოთ ვიდეო. ოპ, გამოხტა ჩვენი საწყალი ბავშვი. ოიმე, ნახეთ. ანუ აი იქით შავებში ჩაცმული ბოლოში, რა სულ მარჯვნივ, სულ ბოლოში რო დგას, ეგ ბავშვია. შეურაც ყოფილი. ოპა. აი როგორი კულტურულია შეხედეთ, ანუ ჯერ აი როგორი მიმართვა გოგოს მიმართ, რომ ქალბატონო, არა, მოიცა კაცო. ქალბატონო, რა ლამაზი ბრძანდებით. ქალბატონო, ღმერთმა ჯამრთელი გაგიზარდოთ ბავშვი, ანუ ხო ყველა ესე ვაკეთებთ. ანუ კი ესე გაუშალა ხელი, კი მე ესე გაუშალა ხელი, მაგრამ ხმა არის მის და მე მინდა მაინც რაღაცა ინტრიგა დავტოვო, რომ ჩვენთ ჩავსვათ, ანუ რას ეუბნება ამ დროს ესე. აი უცებ გადმოხტა, ანუ ამას არავინ ეხება საერთოდ, უცებ გადმოხტა და თქვენი გაცნობა შეიძლება? ქალბატონო, დიდი ბოდიში. ამერე ეს. ყვავილების ღირსი ხართ, რომ ყოველდღე მოგართვათ კაცმა. აუ, მერე ნახე, რა დგომი აქვს, ბიჭო, რა სტოიკა აქვს, კაცი მენა.
აუ ეხაო ამასო ამ ქალსო რა უნდაო ძმა შეხედეთ ამ სტოიკას შეხედეთო აუ რა სტოიკა ბიჭო აუ კაი ქალო შემეშვი რა გადი ქალო რა და მე წავიდა პოლიციაში უჩივის ნუ მოკლედ ეს გახლდათ მეგობრებო ვიდეო სადაც გამჟღავნდა რომ ეს ბავშვი იყო ბიჭი რეალურად არანაირი დაუცველი და პატარა საწყალი ყვავილი და კვირტი არ ყოფილა მაგრამ ეხლა ნუ უჩივის ხატიას არ ვიცი ძმაო არ და სტოიკაზე ჩანდა რომ რა ჩივილი ბოლურია ჩემი დედავეცი ძმა რა ჩივილი თო ხელის გაშლებზეც ჩანდა რომ რა ჩივილი თბილისელი ბიჭი ვარ ძმა მაგრამ ნუ რა ვქნათ ესე მოხდა ასე რომ მინდა დაფიქრდეთ რეალურად სამ განიკითხავთ ხოლმე ხალხს მხოლოდ მე შემიძლია ხალხი გამვიკითხო რადგან მე ვარ დღევანდელი დროის არისტოტელე მე ვარ დღევანდელი დროის ილია ჭავჭავაძე მე ვაპირებ ქართველი ერის გადარჩენას გადავიდეთ მოკლედ ამ თემიდან შემდეგ თემაზე რომელიც რეალურად სიახლე არცაა უბრალოდ ამ თემის გაგრძელება როგორ მანიპულირებს თქვენ გონებაზე ზოგადად ეს პროპაგანდისტული არხები ორივე მხრიდან ეხლა კოცებს არ გაგისწორდეთ რომ ხო იასნა ძმა მიდი მთავარ არხს დააჯო არა მხოლოდ მთავარ არხს არ დავაჯო მოდი გამვიხილოთ ზოგადად ეს პროპაგანდისტული მედია როგორ მანიპულირებს თქვენ გონებაზე და როგორ მოქმედებენ რა ერთ-ერთი ყველაზე პროპაგანდისტული და ყველაზე ისეთი თითქოს შეუმჩნეველი არხი მახსენდება ეს ხატიას პირიქით მთავარი არხი და ლიბერალები ებრძოდნენ მაგრამ მე მინდა გაჩვენოთ კოცების არხი აუ პროსტა რომ გავერკვეთ რა მაგალითი რომ გაჩვენოთ აი ამ არხს ჩამოუყვეთ ერთი წამით აქამდე თუ კოცებიზე იმობდით რომ კი მიშა მიდი აკაჩავე ესენი მოიცადეთ აი ჩამოუყვეთ ქვემოთ ანუ როგორ შეიქმნა ეს არხი ზოგადად როგორ შეაგროვეს 50,000 გამომწერი აი მოდი ვნახოთ це ნებისმიერი აი მე მგონი ჩავედით საკმარისად დასაწყისამდე და ნებისმიერი ვიდეო ჩავართოთ აი მოდით მაგალითად აი რა ვიცი დასაწყისი აჰა აი ეს გამარჯობა რას ეთყოდით ყოფილ შეყვარებულს გამარჯობა რას ეთყოდით ყოფილ შეყვარებულს ანუ თითქოს უწყინარი ისეთი საყვარელი გადაცემა ხო კი ბატონო მე გავუყვეთ ცოტა აბა ნახე რა საყვარლები არიან წამოვიდეთ თითქოს აჰა გამარჯობა როგორი გოგონები მოგწონთ აუ უწყინარი შეკითხვა ხო აბსოლუტურად ნუ ჩვეულებრივი რაღაც სოციალური გამოკითხვის არხია რა შეცვლით საკუთარ გარეგნობაში რა შეცვლით საკუთარ გარეგნობაში ისევ უწყინარი საყვარელი შეკითხვა ეხა მოდი ჩამოუყვეთ ამას და ვნახოთ ბოლოში კითხვები Քանի აზრით როგორ დასრულდება ოპოზიციის აქცია 4 ოქტომბერს? რავი, როგორც ყოველთვის ალბათ. ანუ რას? რავი, ჩაიჯვავეთ, ვარაუდო. ჩაიჯვავს ოპოზიცია, ясნია, ძმა. მოდი კიდევ ვნახოთ რამე შეკითხვები. დასრულეთ ოპოზიციის მერობის კანდიდატის გვარი, ირაკლი? ირაკლი? ოპოზიციის ირაკლი ვანიგვარი დამავიწყდა მაპატი. ვაიმე, დაავიწყა, იმდენად მნიშვნელოვანია ეს ოპოზიცია საერთოდ. მოდი შემდეგი ვიდეო ვნახოთ. როგორ აფასებთ ოპოზიციის მერობის კანდიდატებს? როგორ აფასებთ ოპოზიციის მერობის კანდიდატებს? კაი, შემდეგი რაღაცები ვნახოთ. რა უნდა ოპოზიციას? რა უნდა ოპოზიციას? ყველაზე უპრინციპო ქართველი პოლიტიკოსი ვინ გონია? ყველაზე უპრინციპო ქართველი პოლიტიკოსი. აი ამას გატენიან, ბიჭო, აი ამას. რო გამარჯობა ხაჭაპური უფრო მოგწონთ თუ ხინკალი ჰა და ის მე რა ვიცი უფრო აი ქართველებს კი ძირითადად ხინკალი მოსწონთ მაგრამ მე აი ცოტა განსხვავებული ადამიანი ვარ და აი ხორცე არ მიყვარს და მაინც ხაჭაპური აჰა გასაგებია და სააკაშვილის სისხლიან 9 წელზე რა სიტყვი ბებიის გაკეთებული ატმის კომპოტი უფრო გიყვართ თუ ალუბლის მოიცა დავფიქრდე
აი, ატამი ისე მიყვარს, მაგრამ კომპოტზე თუ მიდი საუბარი ალუბლის. გასაგებია. და ორი გვამი რომ მოითხოვა, ვანო ბერაბიშვილმა მაგაზე რა სიტყვი? ამ ყველაფერს რო უყურებთ, ალაიქებთ, რომ ხაჭაპური გირჩევნია თუ პიცა? აუ, ხაჭაპური ურჩევნია. და სააკაშვილი უნდა ჩამოვაღრჩოთ. კი ბატონო, კარგი. და მე მეტყვით რომ მიშაო ჯამრთელობას უნდა მიხედო, როგორ უნდა მივხედო ჯამრთელობას, როცა მე ამ ყველაფერს ესე ვუყურებ, ესე ვხედავ, მე ვუყურებ რომ ჩემი თანამემამულეები 3 მილიონი ადამიანი ამ ყველაფერს ვერ ატყობს, ვერაფერს ამჩნევს, დებილები ვიდეს ქროლავთ ამ ყველაფერს, რომ ხაჭაპური გირჩევნია თუ კოკაკოლა, კოკაკოლა ნაცისტებისა. დიდი მადლობა Full Energy-ს ჩვენი გადაცემის დასპონსორებისთვის. Full Energy მეგობრებო, მიირთვით ეს ბებიის კამპოტივითა. არა, სიტყვოთი და რამით კი არა, ენერგეტიკულია, უბრალოდ ემოციებს იგივეს გაგიღვიძებთ, რასაც ბებიის კამპოტის დალევისას გრძნობთ ხოლმე. ბებიის სითბოს და ჩახუტებას. გადავიდეთ დონაციებზე, მოდით. დონაციებში დღეს ერთი უცნაური დონაცია გვაქვს, ერთმა ახალგაზრდამ მომწერა, რომ ფულს ჩაგერიცხავო და ჩემი გაკეთებული მიმები განიხილეო, მეთქი ოკ. ასე რომ მოდი განვიხილოთ მის მიერ გაკეთებული მიმები. ვაიმე, დავით გარეჩი წმინდა ბერები ჩახოცეს. ვაიმე, დავით გარეჩი წმინდა ბერები ჩახოცეს. ვაიმე, დავით გარეჩი თავარი არხი აცხადებს ყველაზე მშვიდობიან დღეს კახეთში. მართლა ესეა, დილით ვიღვიძებ ხოლმე რაღაცა მზეანადებს. კარგი დღე გამოვა და თავარ არხს გადავავლებ თვალს და 6 შვილის მამა ჩაცხრილეს 3 შვილმა და 3 თავი მოიკლა. დარჩენები არ იყო მეგობრებო განსახილველები. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა და ამ არხის მხარდაჭერა ქვემოთ მითითებულ ლინკზე, სადაც შეგიძლიათ ასევე კითხვები დამისვათ და თქვენ აცოცხლებთ ამ არხს. თქვენ და ბუმ, Full Energy. ასე რომ დიდი მადლობა ორივეს. კოცნით მიყვარხართ, დავიშალეთ.